ქობულეთში ჩოლოქის მეურნეობის ტერიტორიის სასოფლო სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება სახიფათოა, რადგან მიწისნაკვეთი პესტიციდებითაა გაჯერებული. ეს სპეციალისტების მოსაზრებაა. ტერიტორიაზე შხამქიმიკატების საწყობი 8 წლის წინ დაიშალა და პესტიციდებიც გაიტანეს საზღვარგარეთ, თუმცა ტერიტორია ამ დრომდე არავის შეუსწავლია, იქ კი მოსავალიც მოჰყავთ და პირუტყვიც იკვებება. რატომ არ მოხდა დღემდე ამ ადგილების შესწავლა და ვისევალება ეს? ამის გარკვევას ჩვენ მთელი დღის განმავლობაში სამუწყებაში შევეცადეთ, თუმცა საბოლოო პასუხი მაინც ვერ მივიღეთ. ქობულეთში ამ ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად კერძო პირის საკუთრებაშია და რომელზეც როგორც ჩანს მოსავალი მოჰყავთ, 2007 წელს შხამქიმიკატების საწყობი იყო, საიდანაც ვადაგასული პესტიციდების საზღვარგარეთ გაიტანეს. მიწისნაკვეთს დღეს ფერმერები საქონლის საძოვრადაც იყენებენ. სპეციალისტების მტკიცებით, ტერიტორიის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიზნით გამოყენება დაუშვებელია, რადგან პესტიციდების ნარჩენები ნიადაგში რჩება და მას უშვილობის, ნაყოფის მოშლის, ნერვული აშლილობის და ალერგიის გამოწვევა შეუძლია. შესაძლებელია თუ ეს ტერიტორია გამოყენებული იქნა სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოებისათვის, ან მიმდებარე ტერიტორია იყოს პრობლემა, ვინაიდან ამ შემთხვევაში გაჟონილი და მიწის დაბინძურებით შესაძლებელია, რომ ქიმიური ნივთიერება მცენარეში მოყვეს და პროდუქცია დაბინძურდეს. ვადაგასული პესტიციდები იწვევენ, ესეთი არის ალერგიული ფონის, კანცეროგენული დაავადებების ინიციირებას ახდენს ორგანიზმში, ასევე უშვილობის პრობლემას არსებობს. ჩოლოქის მეურნეობის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის დროს დასაწყობებული ვადაგასული პესტიციდები მართალია ტერიტორიიდან გაიტანეს, თუმცა დაბინძურებული ნაკვეთი შესწავლილი არ არის. ქვეყნის მასშტაბით ვადაგასული პესტიციდების საწყობების რაოდენობა 24-ია, მათგან 2 აჭარაშია. სპეციალისტების შეფასებით შესაბამისი დანადგარის არარსებობის გამო ნივთიერების გაუვნებელყოფა საქართველოში შეუძლებელია. სამწუხაროდ ჩვენთან საქართველოში არ არის მაგის საშუალება და ქარხანა, სადაც რომელიც ანადგურებს უტილიზაციას უკეთებს ამ ძველ ვადაგასულ პესტიციდებს. გრუნტის წყლებში გადის ეს წყალი და ირეცხება ეს დაბინძურებული ნივთიერებები. ეს ტერიტორიები კერძო საკუთრებაშია, მეტწილად ხვდებით და თვითონ მე პატრონიც რაღაცა პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს იმის, რომ არ შეიძლება ეს ტერიტორია უნდა იყოს შემოსაზღვრული, იქ არ შეიძლება უცხო პირთა შესვლა. არის სამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, დაბინძურებული ტერიტორიების შესწავლა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციაში შედის. ამ უკანასკნელმა კი აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან გადაგვამი სამართა. სამმართველოს პრეს-ცენტრში გვითხრეს, რომ საკითხზე პასუხი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის უნდა მოგვეთხოვა. აღნიშნულის შესახებ ზაურ ფუტკარაძემ ჩვენგან შეიტყო. მინისტრი თემით დაინტერესებას დაგვირდა. მე არა ვარ საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით, მოვიკითხავთ თუ რა მდგომარეობა არის რეგიონში ამასთან დაკავშირებით და მოგვიანებით მოგახსენებთ. კავშირ აგროსერვისის წარმომადგენლის ინფორმაციით, საქართველოში 150 ტონა ვადაგასული პესტიციდი 4 ადგილზეა დასაწყობებული. ქვეყნის გარეთ მათი გაუვნებელყოფის მიზნით გატანას არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ახდენენ.